აჭკას გადმოგიგდა. იზო, მიდი რა გადაუგდე რა პაჭკა გადაუგდე რა. იყოს კონდეს. კონდეს. შენი იყოს. აიღარე. არა.
ვერ გავიგე. ჭედავს. Шотро, дати, шотро. Iki.
ინტერნეტი არ არის ვაფშე რა, მაქსიმუმ და ვაფშე. ანუ ერთი ვარიანტია უნდა გადავწყვიტო და ახალი ლინკი გავუწყო და ინგლისზე არ იქნება თამაში. მე ჩავაგდე და გავუწყო. Meramente ezutia giga. Meramente ezutia.
მეოცია იწყება მეორე ტაიმი, ძვირფასო მაყურებლებო. თბილისის ინტერი საბურთალო დიდი დიღმის წინააღმდეგ 2-0-ია პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში. იგებს თბილისის ინტერი და ნახოთ მეორე ტაიმში თუ მოახერხებს დიდი დიღომი ანგარიშის გათანაბრებას. ორბურთიანი სხვაობა აქვს მინიმუმ მათ აღმოსაფრული მისათვის რომ დღევანდელი შეხვედრა არ წააგონ. მოდით უსვათ გავიაროთ გუნდების სამატჩო განაცხადები. დავიწყოთ ჯერ ამ შეტევას მივადევნოთ თვალყური. თუმცა გადარჩა აქ მესამე გაშვებულ გოლს დიდი დიღომი. თბილისის ინტერი კიკნაძე, გოლანძია, ტალახაძე, მაისურაძე, კუტივაძე, შოთაძე, მარსაგიშვილი, ქორიძე, ლომაშვილი, ყურაშვილი, ტრაპაიძე, გოჩიაშვილი, რაც შეეხება საბურთალო დიდი დიღომს, შერაზადიშვილი, ჭეჟია, ბერიძე, ოქროპირიძე, ოქრომელიძე, აბაშიძე, გელიაშვილი, ბიბილური, ახალაია, სოზაშვილი, გამყრლიძე, არსენიძე და ჭუმბურიძე.
ნუ ფაქტია რომ მეორე ტაიმში მოსამატებელი აქვს დიდი ყომს და ნახოთ, თუმცა ახლა შეტევაში არის თბილისის ინტერი. მარჯვენა ფლანგიდან ვითარდება მათი შეტევა, მცირე გაუგებრობები. საბოლოოდ ბურთით იყო ტრაპაიძე. თუმცა დიდი ღმელები საბოლოო ჯამში საკუთარ ნახევარზე მოკლე პასებით ცდილობენ ისინი წინ ასვლას, თუმცა შეცდომას უშვებენ და შანსი აქ ჯარიმა იქნება წესით და რიგით. ხისტი ვარდნა იყო საკმაოდ და საბოლოო ჯამში აიღო თამაშის წესები. სახიფათო სტანდარტულის შესრულების უფლება მოიპოვა აქ თბილისის ინტერმა და ვნახოთ გაიტანენ თუ არა ისინი მესამე გოლს და თუ მესამე გოლიც გავიდა ჩვენ შეხვედრაში, მაშინ ძალიან დიდ ნაბიჯ გადადგამს ინტერი მორიგი გამარჯვებისკენ. პრაქტიკულად თელი გუნდით თავდაცვაზე გადაერთო დიდი ღომი და ვნახოთ მოიგერიებენ თუ არა ისინი აი ამ შეტევას. მოდებით მსაჯის ნიშანს რომ შესრულდეს ეს საჯარიმო. ჩაწოდება კი შედგა, თუმცა დარტყმის შანსი არ ქონიათ ინტერის ფეხბურთელებს, იერში გრძელდება. ბერიძე მოგერიება წინ უმის სამართო და კიკნაძე და ითამაშოს ბურთზე და ასეც თამაშობს კიკნაძეს. უშეცდომო ტაიმი ჰქონდა, რამდენიმე ბურთის მოგერიებაც მოახერხა. ახლა ტრაპაიძეს გადააწოდა ბურთი. შეაჩერეს ტრაპაიძის ეს მოძრაობები დიდი ღმის ფეხბურთელებმა. ჩაწოდება საჯარიმოში, ჭუმბურიძე დარტყმა, პირდაპირ კუტივაძეს გაარტყა ბურთი. საბოლოო ჯამში აუტი. ჩატოვის მარჯვენა ფლანგიდან ანდრია ბიბილური მოაწვის აუტს. ოქროპერიძე კარგი ათამაშება, მაგრამ ბოლომდე ვერ განვითარდა ეს შეტევა, თუმცა კიდევ ერთი ფაზა იქნება შეტევისა, მორიგი აუტი. ანდრია ბიბილური კვლავ მოაწვის აუტს. ოქროპერიძე ჩაწოდება, კიკნაძე იქნება. ნუ თუ ვინმე საქმე მოსამართებელი და გასარისკი აქვს, ეს გახლავთ დიდი ღომი ინტერმა დავის საქმე პირველ ტაიმში იდეალურად გააკეთა, კომფორტული უპირატესობა ორბურთიანი, თან ისე რომ კარგი შალად შენახვა მოახერხა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე ვერ თავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა და მეორე ტაიმიდან ვაგრძელებთ მატჩს 2-0 ანგარიში თბილისის ინტერის სასარგებლოდ და მეორე ტაიმიც ჯერჯერობით მეორე ტაიმში ვერ თავაზობს დიდი ღომი ისეთ ფეხბურთს, რომ გუნდმა მოახერხოს მატჩის გათანაბრება. მოუმატოს აშკარად აქ დიდმა დიღომა, თუმცა შეტევაშია კვლავ თბილისის ინტერი. შოთაძის დარტყმა კუტივაძე იბრძვის ბურთისათვის, შეინარჩუნა კარგი იყო ამ ეპიზოდში. ყურაშვილი ასე მარჯვნივ მარსაგიშვილი მოძრაობები, კუტივაძე აქ შერაზადიშვილი დროულად ტოვებს კარს. თავისუფალი დარტყმა. თუმცა ძალიან არაზუსტი შეცდომა, რომელიც დაუშვა ახლა დიდი დიღმის მეკარე. ტრაპაიძე.
კარგი შეცდომა. ბურთი ექნება ახლა უკვე დიდ დიღომს. ბიბილურმა თანაგუნდელს გადააწოდა ბურთი, თავად იხსნება. ქრომელიძე. და იქნება კუთხური. კუთხური კი ყოველთვის შანსია და იქნება შეამციროს სხვაობა დიდმა დიღომმა. დაველოდოთ რა მოყვება ამ სტანდარტულს. ქროპელიძე შეასრულებს ამ კუთხურს. საკმაოდ დიდი ძალებით გადავიდა დიდი დიღომი ახლა შეტევაზე, ნახოთ რამდენად იქნება ეს შედეგში ასახული. ჩაწოდება საჯარიმოში. დარტყმა კარის მიმართულებით ოქრომელიძე ცდილობდა გატანას, ვერ მოახერხა კიდევ ერთი დარტყმა. და საბოლოო ჯამში ინტერი გადაურჩა აქ გაშვებულ გოლს. კიკნაძე. ყურაშვილი. კიკნაძემ უნდა დატოვოს კარი და სწორადაც იქცევა და რაც თავარია დამაჭერებლად. სტრაპაიცე. შოთაძე. კუტივაძე შემდეგ. სტრაპაიცე მარცხნა ფლანგიდან ვითარდება შეტევა. ჩაწოდება ლომაშვილი, ვერ მოახერხა ბურთის კარის მიმართულებით და ტყარ და გადაცემა იყო ძალიან კარგი. ყურაშვილი. ასე მარჯვნივ. საგიშვილი. ჩაწოდება, გამოტანილია ეს ბურთი. თუმცა ინტერი რჩება მეტოქის ნახევარზე. კუტივაძე. ჩაიჭრა ეს პასი. ინტერი აკონტროლებს თამაშს. თავიდან ბოლომდე ამის თქმა თამამად შეგვიძლია. კვლავ კუტივაძე ბურთით. კარგად შემოტრიალდა, სუსტი პასიც გააკეთა. საკ, აღარაცადეს. კორიძეს დარტყმა დიდი დიღმის მცველებმა. დანიელ კიკნაძე. თუმცა ის სცენარი რაც ახლა არის მატჩი ინტერს აბსოლუტურად აწყობს. მუნდი ორბურთიანი უპირატესობით ლიდერობს მატჩს და პლუს ამას თამაშზე კონტროლი აქვს. კუთხური ინტერის სასარგებლოდ. ჩაწოდება საჯარიმოში. მარსაგიშვილი. იქნება კიდევ ერთი კუთხური ამჯერად. არა, აუტი იქნება და არა კუთხური. თავარია რომ ინტერი რჩება ბურთით. ლომაშვილი. კარგი შეტევა, მაგრამ ეს ბოლო პასი კორიძეზე არ გავიდა ხეირიან და შემდგომ კორიძეს ჩაწოდებაც არ იყო ზუსტი. დარტყმა კარიდან. ძალიან უჭირს დიდი ღომს ბურთიანად მეტოქის ნახევარზე გადასვლა და იქ უკვე სახიფათო მომენტების შექმნა. ტრაპაიძემ კარგად ითამაშა, გელიაშვილამდე არ მიუშვა ბურთი. იქნება აუტი. აუტი რომელსაც რეზეგელიაშვილი მოაწვის კლავის ბურთით. საჯარი მომოედნის სიახლოვეს, თუმცა ტალახაძემ გაასუფთავა დაცვაში ყველაფერი კუტივაძე. გოლანძია, რომელიც ახლახანს დაბრუნდა მოედანზე. თუმცა ბურთი გაექცა, ამის მიუხედავად ინტერი მაინც იქნება შეტევაში. ცდილობა არ იყო ზუსტი დარტყმა კარიდან. შერაზადიშვილი.
ჭუმბურიძე, გელიაშვილი. შაწოდება საჯარიმოში. კუტივაძე საბოლოოდ საპონტრიერის იწყებს მისი გუნდისას. შეჩერდა. ახმარებას დაელოდა და საბოლოოდ ინტერი. ლავ ლუკა კუტივაძე. ტრაპაიძე. ყოველგვარ კითხვის ნიშნების გარეშე იგებს თბილისის ინტერი. ტრალხაძე აქაც კარგია. გელიაშვილი. აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე რეპორტაჟი დროებით შეწყვეტილი იყო, თუმცა მეორე ტაიმში აღდგა ის ყოველივე. ახლა ჩაულ რიტმში შეგიძლიათ მიადევნოთ მატჩს თვალყური. 2-0-ია ანგარიში კიდევ ერთხელ გეტყვით თბილისის ინტერის სასარგებლოდ, რომელიც უპირისპირდება საბურთალო დიდ დიღმს. აქ პაუზა ერთ-ერთი მოთამაშე ინტერის უკაცრავად საბურთალოს მხარეს, კონკრეტულად ეს ახალაია, დაზიანებულია, თუმცა წესტერიგით უნდა მოახერხოს მატჩის გაგრძელება. მორთი უნდა დარჩეს საბურთალოს. გელიაშვილი. ზოლა ბურთისათვის. კლაუ გელიაშვილი, სამდენი აღარაცადეს. მის მიუხედავად კლაუ საბურთალოელები ბურთით. ტრაპაიძე. შოთაძე, გოჩიაშვილი შემდეგ. ყურაშვილი გაიშალა შეტევა. ყურაშვილი პასის საკეთების დროა უკვე. ხანს შეაყოვნა ბურთი კუტივაძე. ასობაში ბევრი დრო აღარ რჩება მატჩის მოსაგებად. ტაიმის ნახევარი პრაქტიკულად გავიდა. შეტევაზია ოქროპირიძე. ასე კარგი იყო, მაგრამ სათანადო გამოხმაურება იმ გადაცემას არ მოყოლია. ჭუმბურიძე, ახალაია, კუტივაძე, უშრა კარგი მოძრაობები. შეინარჩუნა ბურთი. მაგრამ ეს პასი არ იყო ზუსტი და კუთხური. საჩუქარი, რომელიც მიიღო დიდმა დიღომმა. ნიკოლოზ ოქროპირიძე მოაწვდის კუთხურიდან ბურთს. განსაკუთრებული ყურადღება ახლა ინტერის საჯარიმო მოედანში. ის ორთაბრძოლა მიმდინარეობს ინტერის საჯარიმოში. ყველას გადაახდა ეს ბურთი და იქნება აუტი. ყურაშვილი. იყო სტალახაძე, თუმცა წინ გააკეთა გადაცემა და საბოლოოდ ეს პასი არაზუსტი აღმოჩნდა, თუმცა გოლანძე იბრძვის ბურთისათვის. წარსულა კარგიდან საბოლოო ჯამში. არა, ჯარიმად აფიქსირდა როგორც ჩანს აქ შეტევაში საბა გოლანძიამ დაარღვია თამაშის წესები. ძლიერი დარტყმა წინ. ოქროპირიძე. აუტი. ძალიან მალე სჭირდება ახლა ერთი გოლის გაქვითვა საბურთალო დიდ დიღომს. დროს უფრო ცოტა რჩება, მაგრამ შეტევაშია ინტერი. ასე საჯარიმოში აქ შერაზაშვილი უკვე ფეხით თამაშობს გამოსვლაზე კარგად. ტრაპაიძე, სულ მოძრაობები კარგია, ტრაპაიძე. გოჩიაშვილი. შვენიერი მოქმედებები. შოთაძე. კუტივაძე და ამშვიდეს თამაში
გოჩიაშვილი. ტრაპეზის ჩაწოდება, იბლოკება, თუმცა იქნება კუთხური. რიგი გოლის გატანის შანსი ექნება ახლა ინტერს. ჩაწოდება საჯარიმოში. დარტყმა არ შედგა ყურაშვილი. დარტყა, მაგრამ ძალიან არასუსტად. თუმცა ინტერესთვის რაც ყველაზე მთავარია ახლა გუნდი ბევრ დროს ატარებს მეტოქის ნახევარზე და პრაქტიკულად დიდი ღომი მომენტის გარეშეა. კარგი გათამაშება ლომაშვილი დარტყმა კარის მიმართულებით შერაზადიშვილი რთულ ბურთს იგერიებს. კიდევ ერთი დარტყმა. არ იყო ეს დარტყმა კარგი, ყურაშვილი. შოთაძე და უკან ტრაპაიძე. კიდევ ერთი დარტყმა აიბლოკა. ახლა ინტერი რასაც თამაშობს ამის მოლოდინი გქონდა დიდი დიღმიდან, რადგან გუნდი როგორც გითხარით 2-0 მარცხდება. კიკნაძემდე ჩავიდა ბურთი. ასე მარჯვნივ ყურაშვილი. ტალახაძე და გაიშალა შეტევა. ტრაპაიძე. შოთაძე. უფრო დარტყმას გავდა ვიდრე ჩაწოდებას, თუმცა არც ერთი გამოვიდა, არც მეორე და საბოლოო ჯამში ლუკა შერაზადიშვილი განაახლებს შეხვედრას. საერთო ორთაბრძოლა თუ შედგება ვნახოთ. გოლანძია იბრძოდა და ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო. უპოვა მის გუნდს ბურთი, კუტივაძე მშვენიერი მოქმედებები თავად წინსვლას შეჩერდა. ვეღარ გაამწვავა შეტევა. უკროპერიძე კარგად ატრიალდა. ახლა კი ინტერი წამოვა სწრაფ შეტევაზე, გოჩიაშვილის გაიხსნა თამაში, ბურთი პრაქტიკულად მოდნის ცენტრში არ ჩერდება. ბიბილური. ქრომელიძე ჩაწოდა. არც შეტევა გამოდის. აქ ფეხბურთელებს შორის წაკამათება მოხდა და ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა დამშვიდნენ. მაგრამ შესაძლოა, ამდენი წელიწადში ისინი თანაგუნდელები იყვნენ. მწვრთნელებიც ჩაერთონ აქ საქმეში, მსაჯიც რა თქმა უნდა და ეს მცირე ინციდენტი ამოიწურა. ნახოთ ახლა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საინტერესოა რაზე მოხდა ეს შეკამათება ფეხბურთელებს შორის. ძალიან კარგი ჟესტი იყო ეს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს მწვრთნელების მხრიდან. ხოდ ბურთი ვის დარჩება ამ გაუგებრობაში? თუმცა მოდი ვთქვათ, რომ რამდენი წელსაც არ უნდა იყვნენ ფეხბურთელები, ეს დაძაბულობა ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ფეხბურთს უხდება. გაიგდო ბურთი ტალახაძემ, კარგ პასაც აკეთებდა, მაგრამ მცველებმა
ჩაჭრეს ეს გადაცემა, ლომაშვილზე იყო ეს პასი განკუთვნილი. კუთხური. შეტევაში კვლავ ინტერი. ჩაწოდება. გადარჩა აშკარად აქ მესამე გაშვებულ გოლს დიდი დიღომი. თუმცა ამით შეტევა არ დასრულებულა, საპირისპირო ფლანგიდან იქნება მორიგი კუთხური. კიდევ ერთი ჩაწოდება. ვერც ერთმა მოთამაშემ ურცე ვერ ითამაშა. ასე უკან. ძალიან უახლოვდება ინტერი მორი გამარჯვებას და დიდი დიღომით თქვათ რომ ვერ ახერხებს თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანას. უკვე ის დროა რომ გუნდი ფიქრობდეს შტურმზე, რომელიც არ ჩანს. მოქრომელიძეს დაადოვებინეს აქ პუნქტი. კარგი იყო ამ ეპიზოდში გოჩიაშვილი, კუტივაძე. შეჩერდა, შეიწია ცენტრისკენ, კიდევ ერთი ზრუმოძრაობა, კიდევ ერთი, მაგრამ მეტი მოვიდა კუტივაძეს, მაგრამ კლავის დარჩა ბურთით. გოჩიაშვილი. ჩაიჭრა ეს პასი. ტრაპაიძე. აუტი ექნება აქ. დიდ დიღომს. საბურთალო დიდ დიღომს. ესეთია გუნდის სრული სახელწოდება. კიდევ ერთი შეცდომა. ბოლო წუთი შეგვიძლია ვთქვათ. უდიდესი ალბათობით ახლა ალბათობით ინტერი დღეს ორი გამარჯვებას გაიფორმებს აქ. კოპერცემ გააკეთა ბურთის პასის აჯარიმოში, თუმცა აქ სადღაც ვერ ჩაიკეტა ეს კუთხე, მაგრამ რჩება მეტოქის ნახევარზე დიდი დიღომი და კუთხურიც მოიპოვა. ალბათ ეს უფრო იქნება პრესტიჟის გოლის გატანის შანსი. რაღაც გარკვეული დრო თუ ახლა გაიტანეს დიდმა დიღმელებმა, მათ დარჩებათ თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ჯერ გოლის გატანაა საჭირო. ჩაწოდება საჯარიმოში კიკნაძე, კიდევ ერთი კუთხური. არ დასრულდა ამ ეპიზოდი დღევანდელი შეხვედრა და თბილისის ინტერმა ძალიან დამაჯერებლად 2-0 დაამარცხა. მოწინააღმდეგე და მორიგი გამარჯვება გაიფორმა მიმდინარე ჩემპიონატში. მადლობას მოგახსენებთ რეპორტაჟის ყურებისათვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.